გადარჩით. არ დაგვეჯახა. კომეტა 3i წილადი ატლასი, იგივე C წილადი 2025 N1. ამჟამად ასტრონომების ყურადღების ცენტრშია. ვისაუბრებ იმ ყველაფერზე, თუ რატომ იყო 19 დეკემბერი ასე მნიშვნელოვანი თარიღი და იმაზეც რატომ იქცა ეს კომეტა სენსაციად. დეკემბრის დასაწყისიდან, რაც უფრო მეტად მოუახლოვდა კომეტა 3i ატლასი დედამიწას, ასტრონომებმა რამდენიმე ისეთი მახასიათებელი დააფიქსირეს, რომლებიც მას ჩვეულებრივი ჩვენი მზის სისტემის კომეტებისგან განასხვავებს. პირველი, ანტიკუდი და მისი ორიენტაცია. დეკემბრის პირველ კვირაში კომეტამ გამოავლინა ეგრეთ წოდებული ანტიკუდი. ჩვეულებრივ კომეტას კუდი მზის საპირისპირო მიმართულებით აქვს და ეს მზის ქარის გამო, რომელიც დამუხტულ ელექტრულ ნაწილაკებს აჩქარებს და ობიექტს ეჯახება. ატლასს კი გაუჩნდა მეორე, მოკლე და კაშკაშა კუდი, რომელიც თითქოს პირდაპირ მზისკენ არის მიმართული. მეცნიერული ახსნა ასეთია. ეს ოპტიკური ილუზიაა, რომელიც მაშინ ხდება, როცა დედამიწა კომეტის ორბიტალურ სიბრტყეს კვეთს. ჩვენ ვხედავთ კომეტის მიერ დატოვებულ მტვრის დიდ ნაწილაკებს, რომლებიც მის ორბიტაზეა გაფანტული. თუმცა ამ კომეტის შემთხვევაში ეს ანტიკუდი უჩვეულოდ მკვეთრი და გრძელია. ესეც ალბათ შემადგენლობის გამო. მეორე, ფრთიანი ან ორკაპა კომა. ტელესკოპებით გადაღებულ ფოტოებზე გამოჩნდა, რომ კომეტის თავი, კომა, არ არის სიმეტრიული სფერო. მას აქვს ორი მკაფიო ფრთა ან რქა. რატომ არის ეს უცნაური? ასეთი ფორმა მიუთითებს იმაზე, რომ კომეტის ბირთვიდან გაზების ამოფრქვევა ხდება, არა მთლის ზედაპირიდან, არამედ კონკრეტული წერტილებიდან, ჯეტებიდან. ეს გვაგონებს ცნობილ კომეტა 12P წილადი ფონს ბრუკს, რომელსაც ეშმაკის კომეტას ეძახდნენ, მაგრამ ვარსკვლავთშორისი ობიექტისათვის ასეთი აქტივობა ძალიან იშვიათია. მესამე ეს არის ფერის მკვეთრი ტრანსფორმაცია. თუ ნოემბერში 3i წილადი ატლასი მოწითალო მოყავისფრო ობიექტად ჩანდა, რაც ტიპურია შორეული, გაყინული სხეულებისათვის, დეკემბერში მან ინტენსიური ზურმუხტისფერი ნათება შეიძინა. ანომალია. მწვანე ფერი კომეტებისათვის უცხო არ არის ორ ატომიანი ნახშირბადის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო. თუმცა, ამ შემთხვევაში ფერის ცვლილება მოხდა ძალიან სწრაფად და მოულოდნელად. ეს ნიშნავს, რომ მზის სითბომ შეაღწია კომეტის იმ შრეებში, რომლებიც მილიარდობით წლის განმავლობაში სხვა ვარსკვლავურ სისტემაში იყო გაყინული. ჩვენ ფაქტობრივად სხვა ვარსკვლავის ქიმიურ შემადგენლობას ვხედავთ, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ ორთქლდება. რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი მაინც და მაინც 19 დეკემბრისთვის? ამ უცნაურობებმა, ჯეტებმა, ანტიკუდმა და ფერის ცვლილებამ პიკს სწორედ 19 დეკემბერს მიაღწია, როცა ობიექტი ჩვენთან ყველაზე ახლოს იყო. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.